ტოკიოდან არის რაღაცები აქედან ჩამოტანილი. აი ეს მაგალითად, ნახე. აი ეს იჩნი სანში გო. აი როგორ არის? ლოგში ჩატ. არტი ჟელისუმი. ქართველოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, თარჯიმანი, დაანჩენი მე. არა, თუ ცუკუბას მაგაზე მე ვთქვა. გადმოერთე ქართულ საქართველოს დროზე. განსხვავება რა 6 რამდენი საათი გვაქვს? 5 გვაქვს. მაგრამ გაგიჯეს? რეალურად 6-7 იქნება. იმიტომ რომ იქ ადრეთენდება. ხო, ხა მზე იქ ამოდის და. ფუჯიზე ხარ ნამყოფი? თაზე? თაზე, ხო. თაზე არა. არა. ხო ადიან. ბავშვობაში ვიხარ. აი გახსოვს წინაზე რო ვკითხე. ფუჯიზე ადიან. ხო, ფუჯიზე ხო ადიან. კი. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მთაო. მარტივი? ო, ასასრულებლად. და ბოლოს რო იყო ეს ვულკანი რო ამოიფრქვა, რო დიდი ხანი გავიდა, ხო, მაგის მერე? სადღაც 2-3 საუკუნე გავიდა. 1700 რაღაც წლებში. იმის მერე, ხო, ბოლო ამოფრქვება. ხო იცი ეგ სიტყვა ამოფრქვება. ეგ. მოესა ეს უნდა ვიმეცადინო. ესე იგი, ხო ესე მითხარი, კონბანვა ჰაიატე, იოკოსო. მე პოდკასტ ჯუდო ჭანოსთან. იოკოსო ამთავარი. იოკოსო. კონბანვა და იოკოსო. კონბანვა და იოკოსო. გამარჯობა, მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჯუდო ჭანოსთან, რომელსაც წარმოგიდგენთ ლიდერ სპორტი. ნუ ჩვენი პოდკასტი ჯუდოზე უკვე განვითარდით, შეიძლება ითქვას იმ დონეზე, რომ უკვე დრო დადგა და მზად ვართ იმისთვის, რომ მოგვეწვია ჩვენ სტუდიაში იაპონელი სტუმარი. და დღეს მეგობრებო, ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ იაპონელი ქართველოლოგი, თარჯიმანი, ლიტერატურად მცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი და მრავალ მხრივ, ასე ვთქვათ, განვითარებული ამ მიმართულებით ადამიანი, ჩვენი კარგი მეგობარი, ჰაიატე სოტომე, კონბანვა ჰაიატე, იოკოსო, პოდკასტ ჯუდო ჭანოსთან. კონბანვა, გამარჯობა, მოგესალმებით. კარგად მოგესალმე? მოგესალმებით კიდე ერთხელ მაშინ. როგორ ახარ, გითხარი და ხო იცი ქართულში გვაქვს ესეთი სიტყვა, ესეთი ფრაზა, ამჯერად რა ქარმა გადმოგაგდო საქართველოში. იცი ეს გამოთქმა? სიმართლე გითხრა არა. ხო, ეხლა ამიერიდან გესოდინება. ესეთი გამოთქმა გვაქვს ჩვენ, თქვათ რა ქარმა გადმოგაგდო საქართველოში, ვამბობთ ხოლმე იმაზე რომ დავუშვათ ამჯერად რა არის შენი ჩამოსვლის მიზანი და მიზეზი საქართველოში? გამარჯობა, მოგესალმებით კიდე ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადააგიხადოთ, რომ მომიწვიათ ამ ლამაზ სტუდიაში. და რაც შეეხება ჩემს ამ დროინდელ ვიზიტს, ისეთი კონკრეტული გეგმები, როგორც ყოველთვის არ მქონდა თავიდან, მაგრამ მე რო ქართველები მიხვდნენ, რომ აქ ვარ, აი ვიღაცას მაგათაც შეხვედრა უნდა, ან საჯარო ლექცია უნდა და ისე ამით ვარ დაკავებული. ანუ ლექციებს ატარებ, ხო? როგორც ჩვენ იცის, ჩვენ უნდა უთხრათ კიდევ ერთხელ ჩვენ მაყურებელს, რომ შენ მუშაობ ბევრ თემებზე, გაქვს დაცული დისერტაცია ასევე ვაჟა-ფშაველას და გალაქტიონის და ილიას შემოქმედებაზე. ილია და ვაჟა, ხო? ილია და ვაჟა. ხო, თუ რამე არასწორად თქვი, შეგვისწორე ხოლმე. და ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობ. ხო, სწორია, ხო? 19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე. ხო. და ყოველ წელს ჩამოდიხარ საქართველოში, ხო, როგორც ცნობილია ჩემთვის, ხო? როცა, ანუ ესე იგი, შუა სემესტრში ვერ ჩამოვდივარ, იმიტომ რომ იქაც ხო ვასწავლი უნივერსიტეტში, მაგრამ როცა არ დადეგებია, კი, აქ ვარ და ვარ. ძალიან კარგი. აი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის ხოლმე, შენ მისამართით არის ის, რომ რამდენად კარგად საუბრობ და მეტყველებ ქართულად. თავდაპირველად. ანუ იცი როგორ არის, ანუ პირველი შთაბეჭდილება, რასაც შენ რო ჩამოვედი, ხო, ხო, არის ის, რომ რამდენად კარგად ლაპარაკობ და საუბრობ ქართულად. მოდი ამაზე რომ მოგვიყვე თავდაპირველად ქართული
ენის შესწავლით როდის დაინტერესდი, როგორც მე ვიცი, იაპონიაში სტუდენტობის პერიოდში მოხდა ეს ამბავი, მე მგონი მონანიება გაჩვენეს ხო სტუდენტებს და აი რუდი ამაზე რომ მოგვიყვე, როგორ მოხდა ეს ამბავი, სად და რომელ წელს და როგორ დაიწყო? ნუ ესე იგი მე ჩავრიცხე ერთ-ერთ ტოკიოს უნივერსიტეტში რუსული ენისა და იმის კათედრაში. და რავი თავდაპირველად ვსწავლობდი რუსულს. და იყო ერთი ლექტორი ისტორიკოსია და ალბათ ეზარებოდა ლექციების წაკითხვა და სამაგიერად გვიჩვენა ფილმი. ეს იყო ქართული ფილმი. როთქვი მონანიება იყო. და აი ჩემი ჩარიცხვამდე ან ეს იყო ბაკალავრის პირველ კურსზე როცა ვიყავი. ეს რომელი წელია ჰაიატე რომელი წელია? 2009-ში. 2009. აჰა. ხო. და თურმე 2008-ში იაპონიაში გავშვეს მონანიებას იაპონური სუბტიტრებით. ანუ ერთი წლით ადრე რა. ხო და რაღაცა შენ დაენთხვა რომ მე რო ჩავრიცხე მე იყო ეს კინოჩვენება ლექციაზე. და ამით დავინტერესდი. ნუ სიმართლე რომ გითხრათ მე ანუ პირველ კურსზე რო ვიყავი, ანუ 18-19 წლის ასაკში ვიყავი და შინაარსი რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მივხვდი რომ ჯერ არსებობს საქართველო რომელსაც აქვს ძალიან უნიკალური ისტორია, კულტურა და თავისთავად ენა, რომელიც ანუ დამოუკიდებელია ინდოევროპული ენის ოჯახისგან. ანუ იმას ნიშნავს რომ ესე იგი ძალიან განსხვავებული გრამატიკა და ასოებით ხო ამბანიც ძალიან საინტერესოა და ასე შენ. ანუ ყველაფრით დავინტერესდი. ეს მოდიში ქართულ ენაზე იყო მონანიება, სუბტიტრებით იყო თუ როგორ ანუ ქართული ხმოვანებული იყო ორიგინალური ხო რაც არის. და სუბტიტრები იყო იაპონური. ხო. და იქიდან დაიწყე და გაინტერესა? დავინტერესდი ამით და მე ჩემს უნივერსიტეტში იყო ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა გეცოდინება. კი, ვიცით. და მასთან აი მეორეზე რო გადავედი, მასთან დავიწყე სწავლა კვირაში ერთხელ. და ნუ რა ვიცი ძირითადად გრამატიკაზე იყო აქცენტირებული და სასაუბროდ ვერ ვსაუბრობდი რა რეალურად. და მესამეზე რო გადავედი უკვე ჩავედი აქ სასწავლებლად. ხო, ან ჩამოხვედი საქართველოში და საქართველოში უკვე სასაუბრო ქართული საქართველოში ისწავლე, ხო? ხო, მაგრამ რო ჩავედი, აი საერთოდ ნულ დონეზე ვიყავი რა. გამარჯვას მეტი არ ვიცოდი. რომელი წლები არის დაახლოებით? 2011-ში. 11, ხო. გამარჯობა იცოდე რაც თავარია. მაგრამ ხო, ცოტა კომუნიკაციაც ცოტა მიჭირდა რა. ნუ ქართული ენა ალბათ მაინც ნუ იცი რა არის ყოველთვის აი მე როდესაც უსმენ ხოლმე უცხოელები რომ ქართულად მეტყველებენ ძალიან რთული ენაა ძალიან ქართული. საკმაოდ კი. ძალიან ძნელია, ძალიან რთულია. აი თავარი სირთულე რა იყო შენთვის ქართული ენის სწავლის პროცესში? ნუ რა ვიცი დროს. კი. ანუ თავიდან აი ეს გამოთქმები რა, ანუ განსაკუთრებით ჭ, ყ, წ და ასე ეს ხო. ესენი კი ნუ კიდე მაგრამ აი გრამატიკა აწყობა წინადადების ზმნები, წარსული აწყო რაღაცა მომავალი მთელი ამბები ეს როგორ ბრუნვები როგორ იმახსოვრებდი, აი როგორ სწავლობდი ეს ვიქრა, როგორ სწავლობდი, ანუ წერდი და უშუალოდ ყოველდღე მეცადინეობდი, აი მეთოდი როგორი იყო შენი სწავლის ენის ქართული ენის. რა თქმა უნდა ძალიან რთულია და მით უმეტეს რაღაცა კოშმარივით არის ქართული ზმნები. ხო. იმიტომ რომ აი როგორ გითხრა არის აი როგორ გითხრა ესე იგი მაგალითად მეორე თურმეობითი რასაც ქვია. აუ ეგენი მე აღარ მახსოვს იმართლე გითხრა. მეორე თურმეობითი. თუმცა მახსოვს რომ ყოველთვის პრობლემა აიყო ეს მეორე თურმეობითი გრამატიკა და შენ მე მგონი ჩვენზე კარგად ისი ქართული. აი მაგალითად ესე იგი მე შენ ხო. თორც გიკეთებ, ხო? სამპირიანიან. მოდი ჯუდოს მოვარგოთ, მე შენ ილეთს
გიკეთებ, მოდი ესე თქვა ხო? მე შენ ილეთს გიკეთებ ხო? უჩიგარის გიკეთებ. ეს აც მყოში. მაგრამ წარსულში აი წარმოიდგინე მე შენ იგივე ხო? მაგრამ ილეთ არ მიცემით ის ნაცვლად რა ქვია? ანუ ბრუნვები იცვლება ხო? მე შენ ილეთი გაგიკეთე. ხო. ეს რა აი მაგალითად ინგლისურში ხო და მაგას ვამბობ როგორ დაიმახსოვრე ეს ყველაფერი როგორ რა ვიცი ერთი აქ რო ვიყავი პრაქტიკა რა თქმა უნდა მქონდა და რა ვიცი გრამატიკა ვისწავლე წიგნებში და მე პრაქტიკა მოგეთ მაგარი ხარ იმიტომ რომ ისა აი ძალიან დამეხმარა იმის გამოცდება რომ ვიყავი თარჯმნად კი ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ იმიტომ რომ შენ ჩამოდიხარ ხოლმე ჰაიატი ჩამოდის ხოლმე ზირთად მისი პროფესიით რაც არის თქვათ ენათმეცნიერება, ლიტერატურა, ხო, ამ მიმართულებით დაცული გაქვს ასევე სადოქტორო როგორც აღმოჩნდა და ჩვენ კიდე ხელს ჩაგავლებთ ხოლმე და ჯუდოზე, მოდი ამაზეც მე ვისაუბროთ, ჯუდოზე, რაგბიზე, სუმოზე და იმიტომ რომ ჩვენ სპორტი ისი საქართველოს ძალიან გვიყვარს სპორტი და შენ გაქვს და ქონდა შეხება ჩვენ სპორტსმენებთან და შედარებით მე ერთ-ერთი შენი ძველი ინტერვიუ წავიკითხე იქ ამბობ ესეთ რამეს რომ ფაქტიურადო მე მგონი მშობლები ცხოვრობენ ტოკიოდან მოშორებით და მოგეთ ერთხელ ეგეთი რამე თქვი რომ ფაქტიურად ხაშურელი ვარო ესე თქვი ხო იმიტომ რომ იცი რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ხაშურს და იაპონიას, ასე ვთქვათ, ერთ ხაშურმა აჯობა იაპონიას ოქროს მედლებით ძიუდოში, იმიტომ რომ ჩვენი მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ხაშურიდან არიან. და ესეთი ხუმრობაც იყო, რომ ხაშურმა აჯობა იაპონიას. ეთანხმები ამას? აბარა. ხარ ხაშურში ნამყოფი ისე? რა თქმა უნდა ვარ. ნამყოფი ხარ, ხო? ხაშურის ბაზარზეც ვარ ნამყოფი. თევზი, კაი. ვიცი რომ კარგი თევზი და ბევრი კარგი რამე იყიდება იქ, არა? კი. ხო. მაგრამ მაინც იცი რა არის, აი თავარი ხა ხო რას ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ შემთხვევაში ის რომ ჯუდო არის ხო ჩვენთვის თავარი და ძალიან გვიყვარს ეს სპორტის სახეობა და ძალიან ბევრი ჩემპიონი გვყავს და ჯუდოზე ცალკე ვისაუბროთ კიდე ჩვენ. ესე იგი ხაშურში ნამყოფი ხარ? ნამყოფი ვარ. როდის იყო ეგ ამბავი? რა პანდემიამდე ვიყავი კი. ხო. აი სპორტთან ინტერესი, სპორტთან დაინტერესება ახსენე, როგორ ჩაერთე თავდაპირველად სპორტში და ქართველ სპორტსმენები სად გაიცანი, ხო? როგორც ვთქვი, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო? კი. 19 წელს. თუ მანამდეც იყო რამე? ქართველებთან, ხო? ქართველებთან, კი. ქართველებთან პირველად 29-ში. რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა იაპონიაში და მე ამიყვანეს როგორც თარჯმანი და თვენახევარი ანუ წინას მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული ბოლო აეროპორტამდე როცა მივიდნენ ბიჭები სადაც თვენახევარი ერთად ვიყავი და რა ვიცი აი სავარჯიშო მოედნიდან დაწყებული რა ვიცი სასტუმრომდე დამთავრებული სულ ვიყავი მათთან. როგორ გახსოვს ეს პერიოდი? ნაკრებთან ურთიერთობა, ანუ რა გიწევდა ძირითადად, მოდი ესე რომ გაიხსენო ეს ამბები, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული პერიოდია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, დიდხანს გრძელდება ძალიან, რომ მატჩიდან მატჩამდე დიდი პერიოდი არის, ხო, ეს იქ არის აღდგენითი დროც ასევე მატჩიდან მატჩამდე და რომ გაიხსენო რა ქართველ მორაგბეებთან ურთიერთობა რა იყოს შენთვის განსაკუთრებული და ვისთან დამეგობრდი გუნდში ხო არ გახსოვს დეტალები? კი, ესე იგი რა თქმა უნდა, აი საერთაშორისო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურნირია რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატია და აი დილიდან საღამომდე რაღაცა იყო დაგეგმილი რა, აი დილიდან რომელსაც რა თქმა უნდა, კი, ჭამა, რომელსათიდან იწყება ვარჯიში და ასე შემდეგ და საათობრივად იყო მოწყობილი და ჩემი მოვალეობა იყო თარჯმნობა და მაგრამ რეალურად
ეს მოედანზე და იმ სტადიონზე თარჯმნობა არ ჭირდება ხო, იმიტომ რომ საერთო ენა იყო რაგბი და მეტი არაფერი ხო. და ჩემი საქმიანობა, მოვალეობა ძირითადად იყო აი სტადიონისა და მოედნის გარდა თუ გარეშე რაც იყო საჭირო ყოველ ცხოვრებაში რამე ხო ჭირდება. აი მაგალითად რამეს გინდა იყიდო რამე სასერნოთ გინდა სადმე და ასე ქალაქში თუ იმაში ასე შემდეგ და ამ მომენტებში ჭირდები და აი მაგალითად ერთხელ ვიყავი აი ბიჭებს უნდა თმის შეჭრა და იმათთან ვიყავი ტოკიოში ხო თუ ნაგოიაში იმიტომ რომ ხო მე სხვა ქალაქებში იყო თამაშები ხო ხო ნაგოია ბაშოთიც ცნობილია ხო სუმო ნაგოიას ბაშო ცნობილია ასევე ხო ერთ-ერთი დიდი ქალაქია და ხო და გადავთარგმნე როგორი თმის სტილი უნდა და ვარ გახსოვს ვინ შეიჭრა თმა ბევრი იყო სხვა შორის ერთი როგორც მახსოვს ერთი რომელიღაც ავიყვანე ხო და მე მეორეს უნდა მესამეს უნდა და ასე შემდეგ და რავი საჩამში რამდენი წავიყვანე ეს ჩვენ დროს იყო ესეთი ვარცხნილობა ერქვა ნანეტი ეგ ხო არ ნანეტი ხო არ შეიჭრეს ბიჭებმა ნანეტი რა არის ნანეტი ეგრე 90-იან წლებში იყო საქართველოში ძალიან პოპულარული აი ესეთი აი მე აღარ მაქვს ხა როგორც ადრე მე გრძელით მომქონდა ხოლმე მაგრამ ნანეტს იჭრიდა ყოველი მეორე ბიჭი თბილისში და ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში ყველა მისის და იქ ხო არ თქვეს ბიჭებმა რომ აი ნანეტი შემჭერი ასე ხო არ თქვეს იაპონელ პარიკმა ხერს ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მოკლედ ანუ ასე ვთქვათ ხო მოკლედ რო არ მახსოვს ესე იგი არ უთქვამს ხო ესე იგი არ უთქვამს ხო ვა ეგ ისტორია არ ვიცოდი ხო და რა ვიცი მოეწონათ მერე ბიჭებს ეს ვარცხნები ხო როგორ კარგად იყო დავრცხნილი და კი ძალიან კარგი მოდი აი იცი რა გავიხსენოთ ჯუდოსთან შენი თავდაპირველად როგორ იცნობ ხო ბიჭებს ნაკრების წევრებს იცნობ ფედერაციის წარმომადგენლებს დათო ქევხიშვილს იცნობ გიორგი ათაბეგაშვილს სხვა სპორტსმენებს ხო აგერ თვალ ხაშურელი ვარო ვამბობ ხო და აი მოდი გაიხსენე ჩვენი ნაკრების ძიუდოს და ჯუდოს ნაკრების წევრებთან შენი ხო პირველი ასე ვთქვათ სად გაიცანი ისინი და როგორ დაიწყე მათთან ურთიერთობა ანუ სიმართლე გითხრა ისე კარგად არ ვიცნობ როგორც რაგბის ბიჭებს იმიტომ რომ აი რა თქმა უნდა პანდემია მოხდა და დაგეგმილი იყო ტოკიოს ოლიმპიადა 20 წელს ხო კი გადაიდო ერთი წლით კი ხო და რა ვიცი ერთი წლით ადრე 2019-ში ჩამოვიდნენ ჯუდოს ფედერაციიდან ორი წარმომადგენელი რა ქვია პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კი დათო ქევხიშვილი და გიორგი ათაბეგაშვილი ხო იმის სანახავად რომ აიცინა მოსამზადებელი პერიოდი სად და როგორ უნდა ჩაეტარებინათ და ამასობაში ერთი ქალაქი იყო კანდიდატი რომელიც იყო რა ქვია ფუკუოკას პრეფექტურას ქალაქი ომუტა ხო დიახ ანუ ისე რა ვიცი პატარა ქალაქი არა მაგრამ ისტორიულია და თავისი რა თქმა უნდა ტრადიცია და კულტურა აქვს ხო და მოკლედ 2019-ში ჩამოვიდნენ ეს გიორგი და დათო და მასთან ერთად ვიყავი თარჯმნად და რა ვიცი მოეწონათ და აირჩიეს რა როგორც წინა მოსამზადებელი კემპის კი ბატონო თუმცა შემდეგ პანდემიის გამო რაღაცები ვერ გამოვიდა ხო და როგორც წესით უნდა ყოფილიყავი ბიჭებთან თარჯმნად ხო ეს მასში მითხარი ადრე ხო ოღონდ იმ ქალაქმა ამიყვანა კი ბატონო მაგრამ ეს მთლიანად ჩაიშალა პანდემიის გამო მესმის ხო
ესმის. ხო და რა ვიცი, ისე წესი რაც ვერ ვნახე ბიჭები. თუმცა შემდეგ პერიოდში შენ მოგვიწია ასევე შენ ეხმარებოდი პარალიმპიელებსაც და დელეგაციას ხო თარჯიმნობდი როგორც ჯუდოკებს ასევე სხვა სპორტსმენებსაც ხო პარიკაობა და ასე შემდეგ პარიკაობას და სხვას კი და თუმცა ჯუდოზე მე მახსოვს ჩვენ ტოკიოში ვიყავით ერთხელ და ვიყავი შენც იქ ეს უკვე ტოკიოს გრანდ სლემის პერიოდში ჰაეტე ასევე მე როგორც ვიცი არაერთი ქართული ლექსი იცი ზეპირად ხო სწორია კი ბატონო და ძალიან ბევრი მათ შორის და ერთი მაგარი ვიდეოც არის გაგახსენებ ტოკიოს გრანდ სლემის პერიოდია როცა ლაშა ბექაურთან ერთად ხარ შენ ლაშა გადის საბრძოლველად ხო და იქ ამბობთ ვაჟა-ფშაველას ლექს დამისხი დამალევინე ხო გახსოვს ეს მომენტი კი მაგრამ დამალევინე ხვინო ხელდიალა ეგება პედის აგმა პედის კუმეტრიალე ეგება დუდის მარამი შოკოლადი ვალ ტიპის კაშია ფრანცი დამიდი ისლამაზი დოლა მამკი ოიჩე პედიგრა არა დეზიფრა შემსავლელ ჯესა გადაველი სხვასია საბოლოო ტიპული მიჯობსდაშია Bravo. Ocha. იმის მერე ხო მათ ისა აკვია ფინალის მერე იყო ამბავი ფინალის მერე იყო დაჯილდოების ცერემონიის მერე მე ხო გასაგებია ხო ანუ უკვე როდესაც ემზადებოდა ლაშა გასასვლელად დაჯილდოების ცერემონიაზე ხო კი ბატონო ნუ თავარი ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან რომ თუ რამდენად კარგად იცი და ფლოპ ქართულ ენას და მათ შორის ქართულ ლექსებს და ვაჟას შემოქმედება კარგად იცი ძალიან გალაქტიონი ილია ჭავჭავაძე და მაინც გამოარჩევ ამ წერლებს უფრო მეტად სხვებისგან და რა რითი გამოირჩევიან შენი აზრით ისინი სხვა მწერლებისგან რა მოგწონს ვაჟას შემოქმედებაში გალაქტიონის ლექსებში რა ვიცი ვაჟას აი მაგალითად ვაჟას პოეტურ ნაწარმოებებში ძალიან და ზოგადად ნაწარმოებებში ძალიან მომწონს მაგალითად იმაში გამოიხატება ერთგვარი ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ურთიერთობა და რაც სხვათა შორის ძალიან ემსგავსება იაპონურ ტრადიციას თუ ფილოსოფიას არის რამდენიმე მაგალითად წერლები იაპონელი რა თქმა უნდა რომელიც მაგალითად ავიღოთ მაგალითად კენჯი მიაძავა მე-19 საუკუნის წერალია რომელიც ცხოვრობდა ტოჰოკუს რეგიონში ანუ მოგესწრებათ ტოკიოდან რასაც 400-500 მეტრის სიშორით არის ჩრდილოეთში და სხვათა შორის 2011-ში მოხდა მიწისძვრა იმ რეგიონია და ნუ იქ როგორც ერთი გლეხი ისე ცხოვრობდა და ხან რავი თოხნიდა ხან ლექს წერდა და ასე შენ აი როგორც ვაჟად და პლუს საინტერესოა რომ აი იქაული კილოტი დაწერა თავისი პოემები და რაც მთავარია იმანაც დაწერა ურთიერთობაზე ბუნებასა და ადამიანს შორის და როგორც ვაჟა ალაპალაკებდა ბუნების მაგალითად რა ვიცი მთას კი ბატონო დინარეს და ასე შემდეგ იმანაც ცხოველებს ფრინველებს ხო ძალიან გავს რა ამიტომ ჩემი აზრით იაპონელებისთვის ვაჟას ფილოსოფია არის ძალიან ახლოს და ეს მომეწონა ну თავისთავად რა თქმა უნდა აი სტუმარ მასპინძელი ალდა კეტელავი რა თქმა უნდა ძალიან გასაგებია და ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ფილმებიც არის იმაზე აგებული აი თენგის აბლაძის ვედრება შავ თეთრ ფილმია და ეგეც ძალიან საინტერესოა მაგრამ ამას გარდა კიდე საინტერესოა ჩვენთვის მაგალითად გვესმჭამელი რაღაცა ვაჟას საკვანძო პოეტური ნაწარმოებია ჩემი აზრით. აი ამით მომეწონა.
და მეიქცია შენი ყურადღება. აი ზუსტად დავწერე დისერტაცია, სადოქტორო დისერტაცია. ამ თემაზე გაქვს დაცული ხო დისერტაცია? გვეს მჭამელზე. გველის მჭამელზე გაქვს კონკრეტულად. ვაჟადან კონკრეტულად ავიღე გვეს მჭამელი. ხო. მანდარი მთავარი მინდია არის ხო მე მგონი ხო აი ხა ვიხსენებდი რომ ჩვენ სწავლობდით უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდში გველის მჭამელს მახსოვს მეც აი ეს მინდია და ცხოველების ხო გველის ხოლმე შეჭამა ქაჯეთში. ქაჯი ხო? თუმცა აულაკეთელაური უფრო მახსოვს მე და სტუმარს მინდელი, მაგრამ მინდიაც მახსოვს ხო, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი რა და ხო ესეთი ამბავია, აბა რომ შენ მომწონს მაგალითად ბახტრიონიც. ხო, კი რა თქმა უნდა, კი. სხვა თემა და ძალიან ეროვნული თემა. კი. სწორედ ბახტრიონი დავწერე მე მგონი მისაღებ გამოცდებზე თემად. ეხლა გამახსენა, მაგრამ აი თითქმის აღარ მახსოვს ეხლა ბევრი რამე რა და ძალიან მაგარია რომ შენ ანუ სულ უბრუნდები ხო, სულ კითხულობ პოემებს, ლექსებს, აქედან გახსოვს ყველაფერი და დისერტაციაც. აპირებ ამ მიმართულებით რომ გააგრძელო მუშაობა. ეხლა უფრო მაინტერესებს მაგალითად ალექსანდრე ყაზბეგი, ხო. ესე იგი მძიმე თემებს ეხები. მძიმე თემები გაინტერესებს. მთის თემები რა. ხო, ხო, იცი როგორ მძიმე ცუდი გაგებით კი არა, იმიტომ რომ თა ისეთია რა, ვაჟაც თელი თავის ყაზბეგიც რთული მძიმე თემები მძიმეა რა, ყაზბეგი კი მძიმეა. ესეთი მომენტებია, ხო, ესეთი რაღაცები გაინტერესებს. მოდი ერთ მძიმე თემას შევეხოთ. ეხლა ჩვენ ისეთია, აი ძიუდო და ჯუდო. სულ არის ამაზე კამათი. აი ეს ჩვენ ადრეს ვისაუბრია ამ თემაზე და მოდი ეხლა ამ შანსს ვერ გავუშვებთ ხელიდან რომ არ კითხოთ ეს თემა. იმიტომ რომ სულ კამათოთ აბა რომელი უფრო სწორი, რომელი უნდა იყოს და ასე, მაგრამ ფედერაციას ქვია საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და ჩვენ ვამბობთ ძიუდოს. თუმცა რამდენიმე წელია უკვე დაწყებული და ამაზე თქვა ბევრი მსჯელობს, ჩემი მეგობრები, ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, თვითონ ჯუდოკები, ძიუდოისტები და არის ეს თემა სულ ხო, რომ მოკლედ მოდი გკითხავთ ეხლა ჯუდო არის სწორი თუ ძიუდო? ჩემი აზრით ჯუდო არის სწორი. აი იაპონურად ეხლა რა ვთქვა ჯუდო. კიდე როგორ ვთქვი იაპონურად? ჯუდო. მაგრამ იქ ოს და უს კიდე ორი უა. ჯუ და კიდე ორი ოა. ჯუდო. ესია. ისე რატომ, იმიტომ რომ ალბათ ეს მოდი თქვა რეალობა რაც იყო, ჩემი აზრით დამკვიდრდა საქართველოში, როგორც ძიუდო. კი ბატონო. 50-იან წლების ბოლოს შემოვიდა ჩვენთან. მაშინ იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი, ალბათ ითარგმნა რუსულად, რუსულ ენაზე. ხო, ჯუდო და ალბათ რუსულად ითარგმნა ძიუდო და შემოვიდა. კიმონოც ხო მას. ხო, კიმონოც ეს ვთქვათ, ძიუდო შემოვიდა ესე და დამკვიდრდა, გავიდა 60-იანი, 80-იანი, 90-იანები და იმდენად ჩაჯდა ჩვენს მეხსიერებაში ძიუდო, რომ ახლა რომ დაიწყეთ ამაზე საუბარი ჩემ მეგობრებმა, კოლეგებმა და სხვა ვთქვათ ექსპერტებმა ამ თემაზე, რომ რეალურად არის ჯუდო, არის ხოლმე სულ კამათი, რომ არა, ეს ჯუდო არასწორია, ძიუდოა. მაგრამ იცი რომ აი შენ როგორ ვფიქრობ, აი როცა ვთქვათ ენაში გაჯდება რაღაც ტერმინი, ღირს იმის შეცვლა, როგორ ვფიქრობ, თუნდაც არასწორად. თუმცა იცი რა არის, კამათის დროს ჩვენ მივდივართ იმ აზრამდე რომ ძიუდო მაინც მე ასე ვთქვი რომ არასწორად დამკვიდრდა, თუმცა დამკვიდრდა და მთელი ეს ემოციები ახლა ჩვენი დაკავშირებულია ძიუდოსთან, მაგრამ სწორია ჯუდო როგორც ხვდებით, ხო? როგორ ვფიქრობ შენ როგორც ენათმეცნიერი ასევე ღირს შეცვლა ოფიციალურად, როგორ შენ რა ვთქვათ რეკომენდაციას გაუწევდი ამ შემთხვევაში ამ რეალობას? რა თქმა უნდა, მე რა ვიცი, იაპონელი ვარ და მაინც და მაინც იაპონელი ვარ და მივესალმები ამ ცვლილებებს რა. იმიტომ რომ აი როგორც წეგანაც გითხარი, იაპონურად ჯუდო. და ჯუდო რა თქმა უნდა, რუსულიდან არის, როგორც აი კიმონო, როგორც აი მაგალითად ზოგი ქართველი ამბობს კიმანო კი. ხო, მაგრამ იაპონურად ყოველ შემთხვევაში კიმონოა და მას ხო ამბობს. და ასევე აი რუსულიდან არის. ხო, აი ვთქვათ
ეს არ არის კიმონო, ხო? ეს არის ჯუდოგი, ხო, სწორია, ხო. კიმონო არის უფრო ტრადიციული იაპონური ხალების ხო, დასასმელი, ხო, ჯუდოგი. ეს კიდე ცალკე თემა არის. თუმცა ესეც აქ იგივე მომენტია, რომ დამკვიდრდა ესეც, ეს ტერმინიც, კიმონო და ალბათ დროთა განმავლობაში ჯუდო გახდება ჯუდო, ხო? იმიტომ რომ სწორი არის ესე, ხო? ხო, მაგრამ მაგის ცვლილება ცოტა რთულია, კი, იმიტომ რომ მე მესმის ახლა რა თქმა უნდა, ჩვენი ვეტერანებიც იგივე ძალიან ბევრი გულშემატკივარი თulis, რომ არ არის საჭირო, რომ ვთქვათ, შეიცვალოს, იმიტომ რომ ძიუდო ხო, რა ვიცი, თქვენი ნება, ხო, იმიტომ რომ იმდენად ძიუდო არის გასაერთაშორისოებული, რომ აი მაგალითად ერთი ჯუდოგიც თემაც ხო ქონდა იაპონიაში ერთი დიდი კამათი რომ თეთრი უნდა იყოს თუ თეთრი და ლურჯით დაშვებულია თუ არა ეგ ძალიან დიდი თუმცა მე როგორც ვიცი მე მგონი ადრეს შენც მითხარი რომ იაპონელები დიდად ამას არ მიესალმებოდნენ თავის დროზე რომ შეიცვალა თავის დროზე ხო სწორია ხო იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს სადღაც 2000 წლიდან დაახლოებით შეიცვალა ეს ყველაფერი და იაპონელებს მაინც მოსწონთ ის რომ დარჩენილიყო თეთრი და თეთრი ჯუდოგი ხო იმიტომ რომ თეთრი იაპონურ გაგებაში რაღაცა სიწმინდის სიმბოლოა ხო კი და რა ვიცი ალბათ აქედან გამომდინარე მაინც თეთრი უნდა იყოს უმეტესობას არ ვიზახი, მაგრამ ზოგი ფიქრობს ასე. პირადად შენთვის როგორ თეთრი უფრო მოგწონს, თეთრიც? ნუ რა ვიცი, უფრო ლამაზი ხო არ არის. იცი რა არის ჩემი აზრით ესთეტიკის თემა რა. ხო, უბრალოდ ლურჯი და თეთრი ორივე თეთრი როცა არის შეიძლება გულშემატკივარს და მაყურებელს ხო, რა თქმა უნდა, ხო. უჭირდეს გარჩევა, რომ აი რომელი სპორტსმენი რომელია, ხო? ისევ ამბობ, საერთოდ ორივე თეთრი როცა არის. აი ფეხბურთი ავიღოთ, ან რაგბი, ან სხვა სპორტი. კი ბატონო. ორივე გუნდს აცვია სხვადასხვა ფერის ფორმები, ხო ესეა. თუმცა ამ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, აი ეს ლურჯი ფერის შემოტანა ჯუდოში უკავშირდებოდა ესე ვთქვათ ევროპელებს, იყო ესეთი ოლიმპიური ჩემპიონი, არა იაპონელი პირველი, ანტონ ხიისინკი თუ არ ვცდები, ჰოლანდიელი. მე მგონი მისი ინიციატივა იყო თუ არ ვცდები, რომ ხო ვარ შევთავაზოთ. რო იყოს არა თეთრი, ამე თეთრი და ლურჯი. თუმცა კიდე მახსოვს, რომ აი იაპონიის ჩემპიონატზეც ბოლო მე მგონი ზუსტად ხა არ შემეშალოს. ხო, არა, მე მგონი უკვე დაუშვეს, რომ იყოს ერთი შენთვება იყო, ხო. თეთრზე. ხო. თეთრი და ლურჯი. კი, ბოლოს. იმიტომ რომ რაღაცა საჭსაც შეეშალა რა. ერთი შენთვება იყო ხო. იაპონიაში და ტურნირში, იმიტომ რომ კი, ორივე თეთრი როცა არის, იქ წითელი ის უკეთიათ ხოლმე, მართალია კიდე დამატებით ეს კამარი, ხო, მაგრამ ძნელია. მაგრამ ნუ კარგია მაინც ასევე თატამის პერებზეც იყო ხო ერთი დიდი ამბავი ესე იგი ჯუდო ხო ძიუდო მაინც არა შენ ალბათ ესე ხურში შენთვის რა თქვა შენ იაპონელი ხარ იაპონელი და ძიუდო ცუდად ხდება ყურში ხო და ჯუდო კარგად ხდება კი ნამდვილად ძალიან კარგი. იცი კიდე რა უნდა გვეკითხა შენთვის იაპონიაში ჯუდოს ასწავლიან უნივერსიტეტებში ან სკოლებში ან კი როგორც გამიგია ბევრგან ასწავლიან ხო? ნუ ჩვეულებრივ სკოლებში ხო არის ესე თუ ერთი მოყვარუთა კლუბი ყოველ შემთხვევაში არსებობს სკოლებში და გაკვეთილებზეც არის აი მე ანუ იქ როგორ თემა იცი? იაპონიაში სკოლა რა თქმა უნდა 12 წლიანია, მაგრამ იყოფება 12 წლიანი სკოლა არის, ხო. მაგრამ იყოფება სამ ნაწილად. და მე რო აი და ყველაზე მაგარი რო არის high school რო იძახიან ინგლისურად. და მე რო ვიყავე high school-ში იყო ჯუდოს გაკვეთილები. და მეც ვარჯიშობდი ჯუდოში, ხო? ჯუდოში. აი მეც ხანდახან ჯუდოს ვამბობ. იმიტომ რომ იმდენად
მეხსიერებას ჩარჩენილი არის ძიუდო, რომ მოკლედ ეხა ორივეს ვამბობთ ჩვენ, ძიუდოსა და ჯუდოსაც, ხო? როგორც კიდე. კი. ნუ საუჯამში დიდი, როგორ თქვა, დიდი შეცდომა არ არის ეხა შეცდომა არა, მაგრამ ნუ ხო, რა თქვა უნდა. ხო, აი დაუბრუნდით იმ თემას, ესე იგი სწავლობდი ძიუდოს, ხო? ჯუდოს ვარჯიშობდი ჯუდოში, ხო? კი. და რა ვიცი, სხვათა შორის მე ახლა მუშაობ თუ ვასწავლი ცუკუბას სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქაც არის ძიუდოს ძალიან ძლიერი ნაკლები და იაპონიაში კიდე უნივერსიტეტებში ძირითადად ძალიან მაგარი კონკურენცია რა. მაგალითად არის ცუკუბას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ვარ, კიდე ტოკაის უნივერსიტეტი, თენის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. და კარგად წვრთნიან და რა ვიცი აი ოლიმპიადაზე ვინც არიან ისიც კარგად ანუ საუნივერსიტეტო კლუბებში არის ნაორშენები. გასაგებია. მაგალითად ცუკუბაში აი ნაგასე კი. ის ცუკუბაერია და იქ არის გაზრდილი. ნაგასე ტაკანური. რომელმაც გაგვაწამა ჩვენ ბევრი მიმართულებით, ხო? იაპონია ძალიან მაგარია, ხო? მაინც აი შენთვის რომ ჯუდო და იაპონელებისთვის რითი არის გამორჩეული და საინტერესო სპორტის სახეობა. თუ ჩვენ იცი რა მოგწონს ჯუდოში, რომ ძალიან ისეთია, სულ თავის დაკვრა არის, ეს მოწიწება არის, ეს რაღაცა ემოციის ნაკლებად გამოხატვა იწყება ესეთი თავის დაკვრით, ხო, პატივი სცენა მეტოქის მიმართ. როგორ ახსნი ჯუდოს თავარი ღირებულებები რა არის? ნუ რა ვიცი, მე ძალიან სიმართლე გითხრა, ძალიან კარგად არ ვერკვე ჯუდოს იმაში, მაგრამ აი ჯუდოს დო, ხო არის, ჯუდა დო. კი. დო ნიშნავს გზას. და აი მაგალითად ჯუდოს გარდა მეც ჯუდოს ვერდა. მაგრამ აი ჯუდოს გარდა კიდე არსებობს მაგალითად რა ქვია სადო მაგალითად ჩაის გზა. ეს არ ვიცი, ხო? ხო. კიდე არის ხადო მაგალითად ყვავილების გზა. ხო. ანუ რამდენიმე სახეობა რაც გზასთან არის დაკავშირებული და ეს გზა იმას ნიშნავს, რომ ეს ამ გზას უნდა მიყვეს შენს ცხოვრების გამავლობაში. ნუ ჯუდო ესეთი თარგმნია მოქნილი გზაა, ხო? და თან მე მგონი ადრე გაქვს ნათქვამი, რომ ამბობენ ხოლმე ესეო, რომ აი ჯუდო მისალმებით როგორ არის იწყება და მისალმებით დამთავრდება, ხო? ანუ ვთქვათ, თავის დაკვირით იწყება და თავის დაკვირით დამთავრდება პატივის სემის გამოხატულება. და ეს სწორედ შენი ცხოვრების ეთიკა და შენი ცხოვრების მეტაფორაც არის, რომ სულ თავის დაკვირით უნდა დაიწყო შენი ცხოვრება და ბოლომდე ამას უნდა ქნა. აი ქართველი ჯუდოკები, ქართველი სპორტსმენები ლაშა ბექაურს კარგად იცნობ, როგორც ვიცი, მასთან ერთად ლექსის გაქნათქვამი დამისხი დამალევინე, ხო? ტატამიზე. სხვა ჯუდოკები რომ ვინ არის შენ, ვინ იცი, ვის იცნობ ან ისე ქართველები. ხო. ეწოდინება ალბათ. რა თქმა უნდა სახელი და გვარი და ის ვიცი რა, მაგრამ ისე ახლოდან საერთოდ არა. ალბათ ნუ გურამ თუშიშვილი გეწოდინება, ლაშა შავდათუაშვილი. შავდათუაშვილი. ეს ონოსთან ფინალი ალბათ იაპონიაში დიდი ამბავი იყო, ხო? ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი. კიდე იცი რა უნდა გაკითხო, აი ხა ბოლო ოლიმპიადაზე პარიზში უტააბე და ჰიფუმი აბე ძალიან ცნობილები არიან, ხო, იაპონიაში. აი უტამ რო წააგო ოლიმპიადაზე პირველ რიგში. აი ხო, გახსოვს ეგ მაგაზე იაპონიაში რა როგორი რეაქცია იყო, რას ამბობდნენ? ნუ რა თქმა უნდა დიდი ამბავი იყო, რომ აი დაუმარცხებელი დედოფალი ხო იყო იმ წონაზე და დიდი რაღაცა ეროვნული შოქივით იყო რა. და თან ისე ტიროდა რომ სიტყვაც არ მაქვს რომ გამოვხატო რამე. და რავი დიდი ამბავი იყო და ჩვენც შოქში ჩავარდეთ და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი ამბავი იყო.
უტა აბე ძალიან ცნობილი სპორტსმენია იაპონიაში, ხო? ყველაზე ცნობილია დღესდღეობით. და მისი ძმაც, მიფუმი აბე, ხო? კი. მაგრამ უტაბე უფრო ცნობილია. ჩემი აზრით. ისე იცი რა არის რას კითხავ, იაპონელებისგან კიდე რა იყო იცი, ესეთი ვაუ, ესე რო თქვა ყველამ უცნაური, რომ რამდენად დიდი ემოცია გამოხატა იმ შემთხვევაში უტაბემ მისი ტირილი, იმიტომ რომ იაპონელები ხო საერთოდ არ გამოხატავენ ემოციებს, ხო? ეს ხარ შენც, ანუ ემოციას ნაკლებად გამოხატავ ალბათ, ხო? ანუ იაპონელებიც ხო ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს, ხო და უტას მხრიდან ესეთი ტირილი, ესეთი ფაქტობრივად რამდენიმე წუთი ვერავინ ვერ დააწყნარა, ხო? რამდენად დიდი მარცხი იყო და მისთვის რთული გადასატანი, ხო? აი ამაზე რა სიტყვი, ემოციების კონტროლი ეს იაპონელების შინაგანი ისიც არის ალბათ, ხო? ბუნების ნაწილი ალბათ, ხო? კი, ემოციის თავის გაკონტროლება არის ჩვენი ცხოვრების რაღაცა ნაწილია, რა, ასე ვთქვათ. რომ ესე იგი, როგორ გითხრა? აი, მაგალითად, ჯუდოს გარდა კიდე არის სმოშიც, სამყაროშიც ეგეთი დამოკიდებულება, რომ მოიგო, მაგრამ მაინც არ შეიძლება რომ გამოხატო შენი ემოცია. მით უმეტეს სმოს შემთხვევაში დოჰიოზე და დოჰიოზე, ხო? ჯუდოს შემთხვევაში ტატამიზე, ხო? კი. და იყო რა თქმა უნდა ერთი გამატი, რომ შეიძლება თუ არა ტატამიზე აი როგორც უტაბე გამოხატა ისეთი ემოციის გამოხატვა. რა თქმა უნდა, აი ჯუდოს ტატამიდან რო გადიხარ, მაშინ კენით. ეს კი შეიძლება, მაგრამ ხო? ტატამიზე ეს არ შეიძლება, ზოგმა ისე იფიქრა რა. მაგრამ რა ვიცი. ისეთი შოკი იყო ალბათ. მოდი იცი კიდე რაზე ვისაუბროთ, ჯუდო რამდენად პოპულარული არის იაპონიაში. აი იცი რა არის, მე როგორც ვიცი, იქ არის ბეისბოლი ძალიან განვითარებული და სხვა სპორტები და ჯუდო როგორ ვთქვი, ხო, თქვა აი ტოპ რო ჩამოვთვალოთ იაპონიაში ტოპ 10 სპორტის სახეობა. ათელში მაინც შედის. ხო, ათელში ხო შედის. რა ვიცი, იქ ძალიან პოპულარულია ბეისბოლი და რა თქმა უნდა ფეხბურთი. ეს ორია რა, რაც მთავარია და მესამეში არ ვიცი რა შედის. შეიძლება ჩოგბურთი, კალათბურთი და რაღაცები. და ამაში სათამაშო სახეობები მაინც გოლფიც მე მგონი, ხო? გოლფიც. გოლფი მოხუცების თამაშია. ახალგაზრდებისთვის არ არის, მაგრამ რა ვიცი, ჯიუდოც არანაკლებად პოპულარულია, მაგრამ აი იაპონურ ჯიუდო სამყარო არის ისეთი კონსერვატიულია, რომ ზოგს არ უნდა, ზოგ ახალგაზრდებს. იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ისეთი უბედური შემთხვევაც ხდება, რომ ჩაგრავს წუთნელი ბავშვებს რა. ანუ დაჩაგრუნამდე ვარჯიშობენ. ხო. ხო და ხდება რა ესეთი მომენტებიც. და ყველგან ხდება სიმართლე გითხრა იაპონიაში, მაგრამ ჯიუდო ნამეტანი კონსერვატიულია და იმიტომ რომ ის ძალიან ტრადიციული სახეობა და ჰაიტე შენ ასევე კარგად იცნობ ქართულ სუმოისტებს, ხო? ტოჩინოში თან ქონდა ურთიერთობა. როგორ გაიხსნებდეთ მათთან გატარებულ პერიოდს და ტოჩინოში თან, ხო? იცნობ მას კარგად მე მგონი, ხო? ნუ რა ვიცი, დასწრებულიც ხარ ალბათ, ხო? სუმოს შეჯიბრებებს. ნუ რა თქმა უნდა, ტოჩინოში არის ჩვენი დროის გმირი. რა ვიცი, რეალურად საქართველოს შესახებ იაპონიაში ინფორმირება ძალიან ნაკლებად არის და გამონაკლისი არის სწორედ ტოჩინოშინის შემთხვევა და ზოგადად სუმოისტების შემთხვევა. იმიტომ რომ იაპონიაში სუმო არის ძალიან პოპულარული სპორტს არ ვიზახი, მაგრამ ნახევრად სპორტი და ნახევრად ტრადიციის ის არის რა. დიახ. და ბაშო არის წელიწადში 6 ჯერ, ხო? 2 კვირის განმავლობაში. საღამოს 4-დან 6-მდე.
და ეს 2 საათის განმავლობაში ეს 2 საათი აი როგორც პირველი ალხი როგორც არის საქართველოში იქაური პირველი ალხი სულ ლაივს უშვებს რა და აი მაგალითად ბაბუაჩემი ბებიაჩემი სულ ამას სმოს ბაშვებს უყურებენ დიდი ემოციით ხაშურელები ხო ხაშურელები თუ ისინი ხაშურელები არიან ხო ნაღდი ხაშურელები არიან ხო და რა ვიცი უყურებენ და არ ვიცი მე მაგალითად მე რაზე საქმიანობ მაგრამ მაინც იცის თოჩინოშინი ვინ არის საიდან არის იმიტომ რომ იმაზე იციან ქართველი რო არის კი აბარა აცხადებენ რა ყოველ იმაზე შეჯიბრზე არა ბებიო და ბაბუა მიციან რომ ქართველია თოჩინოშინი კი იციან ხო აი აცხადებენ რომ ქართველია ხო როგორც შენ აცხადებენ როგორც მე ვაცხადებ ხო თან აცხადებენ ისე როგორ არის ანუ აი თოჩინოში მოდისო საქართველოს მუცხეთიდანო და ასე სინამდვილეში ზეგველი მაგრამ ხო ეგეც გწოდნია ხო მაგრამ აცხადებს სამყვანი და იქიდან იციან რა ესე იგი ჩვენ ახლა შევპირდეთ ლუკა მაისურაძეს ან ტატო გრიგალაშვილს რომ ტოკიოში რომ გამოვლენ საასპარეზოდ მე ესე გამოვაცხადებ რომ თქვათ ლუკა მაისურაძე საქართველოს ხაშური ტატო გრიგალაშვილი საქართველოს ხაშური კარგია ხო კარგია ხო სტანსაიტეთ მეც უნდა ვიყო მაგ მომენტში ხო შენ ერთად უნდა ვიყო და მე შენ და ბექაური შემოდიხართ და იწყებთ იმ ლექს ვაჟას ლექს დამისხი დამალევინე ეზვინო შენ იცი ბოლომდე ლექსი და ლაშა ბექაური მოდი სუმოს დაუბრუნდეთ ხო სუმოზე ამბობდი სუმოზე ამბობდი და ტოჩინოშინთან ურთიერთობაზე სუმო ესე იგი მაინც ძალიან მაგარია ხო ანუ ესე იგი გამოდის რომ წელიწადში 6 ჯერ 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ მაინც ერთი სიტყვა საქართველოს თოჩინოშინი მცხეთიდან და ასე შემდეგ და რა ვიცი ეს ძალიან დიდი რეკლამა ხო არის და რა ვიცი აი ბებიას და ბაბუას მე ეს გადაცემას აჩვენე იაპონიაში და ეს მომენტი და რა ვიცი თოჩინოშინი თვამაყო მე ძალიან კარგი. ჰაიეტე, ქართული კერძები, მოდი კერძები იაპონურ სამზარეულოს უნდა შევეხოთ ახლა 2-3 წუთით. მე მგონი იაპონიაში გამოჩნდა რამდენიმე ქართული კერძი, ხო, როგორც ვიცი, შქმერული, ხო, აი ჩვენი ელჩიც იაპონიაში, თემურ ლეჟავა ამ მიმართულებით აქტიურია ძალიან და შქმერული იყიდება, ხო? შეიძლება შეძინა და იციან იაპონელებმა შქმერულის შესახებ, ხო და მე მგონი სუპერმარკეტებში შეიძლება შეძენა, ხო? თუ არ ვწდები, ხო, ესეა, ხო, მე მგონი. Matsuyaのシュクメルリ。シュクメルリとは1月から2月まで期間限定で販売したジョージアの料理。さらに日本在住のジョージア大使館の方がその味を絶賛するほど。მაგრამ შენთვის როგორ არის ესე მაინც რო ჩამოდიხარ გენატრება იქ იაპონური კერძები იგივე თქვათ ან სუში ან სხვა გიოზა თუ უფრო მაინც ხინკალი და კაბაბისკენ ხარ რა ვიცი ეს ბოლო სადღაც 5 წელი ძირითადად იაპონიაში ვცხოვრობ და პერიოდულად ახლა ამიტომ ის არ მენატრება იაპონური კერძები და აქ როცა ვარ სულ რა ვიცი ხინკალი მწვადი და რაღაცები ამებს ჭამ შეგიძლია შეადარო იაპონური და ქართული სამზარეულო? რო შევადარო, ქართული კერძები უფრო ძიმეა რა და ძიმეა იმიტომ რომ აი ყველისგან და ხორცისგან არის შედგენილი ხო ძირითადად. იაპონურში მაგალითად თევზიც გვაქვს და ბრინჯი ხო კიდე. ბრინჯი ხო. ხო და აი ხორცი ყველ და თევზი ბრინჯი რო შევადარო ერთმანეთი მაშინ მაინც სუბუკი გამოდის იაპონური ხო ანუ იქ სუბუკად ხარ ხოლმე აქ რო ჩამოდიხარ აქ ძიმდები და მე ესე ხარ მოდი აი კიდე ბოლოსკენ აი იაპონური ჯუდოს ტერმინები
ჩვენ თარგმნილია ქართულად. ხო და მოდი კითხავთ ახლა შენ რამდენად სწორად არის ეს ყველაფერი. მაგალითად მოგვერდი ვამბობთ ჩვენ ილეთზე რომელიც არის ოგოში ან ჰარაიგოში ან ჰარაიმაკიკომი სწორია მოგვერდის თქმა ამაზე ხო? მოგვერდი როგორ ფიქრობ? ოგოში რას ნიშნავს იაპონურად? ან ჰარაიგოში. ხოში არის თეძო. რა ქვია? ეს თეძო ხო? ხო, ანუ მოგვერდი ნიშნავს, ხო, კაი, მოგვერდი ნიშნავს აი თეძოთი შესრულებული გდება. ანუ სწორია ეს იმ შემთხვევაში. აი ურანაგეს ჩვენ უწოდებთ ბრუნი. ურანაგე რაც ნიშნავს იაპონურად? ურა არის უკუგომა. უკუგომა. ნაგე არის გადაგდება. უკუგდება. ხო, უკუგდება, ხო, უკუგდება. სეოინაგე ვამბობთ ხოლმე კისრულის დროს. სეოინაგე, სწორია, ხო? რა სეოინაგეს როგორ თარგმნები შენ? კისერი. აჰა, სეოინაგე. კიდე აი გვაქვს ესეთი უჩიმატა, უწოდეთ ჩვენ ამოსმული. უჩიმატა. უჩიმატას როგორ იტყოდი ქართულად უჩიმატას? რა ვიცი. უჩი არის, აი ფეხი რო ასე რო არის. აი ამ შიგნით. აჰა. და მატარის აი ფეხის აი ამას რა ქვია, არ ვიცი. ხო, ფეხის ამოსმა, ესე ამოსმა ფეხის, ხო? ოსოტოგარი. ოსოტოგარს როგორ იტყოდი ქართულად? არ ვიცი. ხო, ოსოტოგარზე ვამბობთ ხოლმე გარეფეხი ან გარესარმა, გარეფეხით ილეთ შესრულება. ოუჩიგარი როგორ იტყოდი ქართულად? შიგნიდან არის ხო ალბათ. შუა კაური, შუა ფეხით, ესე იგი ხო. კიდე ეს ჯუდოში გადაავლეს ვამბობთ ხოლმე და ესეთი ცნობილი ილეთი ხაბარელი დაერქვა, აი ესეთი კამარში სიღრმეში გადასვლით ობიტორი გაეში. როგორ იტყოდი ობიტორი გაეშს ქართულად? ობიტორი გაეში. ობიტორი გაეში. ხო. ასე არა. ხაბარელი, დავარქვათ ხაბარელი. ნუ კარგია რა, ქართული სახელწოდება რო აქვს. თორსა იაპონურ ილეთებს ქართულად თარგმნით, ხო? და ეს დიდი რამწლებია, დიდი ხანია ნათარგმნია და გამოიყენება. იმიტომ რომ ჩვენ ქართული ჭიდაობაც გვაქვს, სადაც ეს ილეთები ყველაფერი გამოიყენება, ხო? და კიდე ერთი მელიტიც ხო გვაქვს, რომ იაპონელი ოპონენტები ვერ მიხდებიან, რაზე საუბრობენ. ხო, როცა ქართულად საუბრობთ, კი, თქვათ რომ ვიტყვი რომ აბა, ჰაიატე შევასრულოთ კისრული. მე თქო ვერ გაიგებს. ვერ გაიგებს. და რო თქვათ რომ მოდი ჰაიატე სეოინაგე შევასრულოთ. მე თქო გაიგებს. გავიგებ რა თქმა უნდა. ჰაიატე დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ხომ არ არის რამის თქმის სურვილი ხო არ გაქვს დაუშვათ შენი ქართველი მეგობრების მიმართ. ბევრი მეგობარი ყავს საქართველოში, როგორც ვიცი და რო ჩამოდიხარ ხოლმე მათ ნახულობ და ყავს. ასევე ასწავლი ქართულ ენას, ხო ეს გამასცემდა ეხლა, იმიტომ რომ მე ტოკიოში შენთან ვიყავ ერთხელ მოსული და დავესწარი გაკვეთილს და ისევ ასწავლი ქართულ ენას ტოკიოში. კი, შენ ვიყავი, იგივე სასტავი ყავს რა. იგივე სასტავი ყავს. აი, ხო, გახსოვს რომ ცოტა ასაკში შესული ადამიანები იყვნენ და ნუ უცვლელი სასტავი მაქვს და უკვე დაემატნენ მსურველები ქართული ენის. იმ გაკვეთილზე არა. არა, მე წლები რო გავიდა. ეხლა მეტი ეხლა რა ვიცი, ეხლა ახალ უნივერსიტეტში მუშაობ და სავარაუდოდ ქართული ენის გაკვეთილიც მექნება უნივერსიტეტში და არ მარტო მოხუცებს, არამედ ახალგაზრდებსაც ვასწავლი. ძალიან კარგი. ბოლოს გითხარი შენი გეგმების შესახებ, ანუ რამდენიმე დღე იქნები საქართველოში, ლექციებს ატარებ, როგორც ვიცით ხო და შემდგომ ამ მიმართულებით როგორ აპირებ გაგრძელებას? რა ვიცი, აქ სანამ აქ ვარ, რამდენიმე საჯარო ლექცია და შეხვედრა მაქვს და მე სამოავლოდ არ ვიცი, ალბათ თარგმნას ვაპირებ. უფრო მე მგონი თანამედროვე უფრო საინტერესო იქნება იაპონელებისთვის, უფრო გასაგებიც იქნება და აი მაგალითად აკამურჩილაძეს რომანები მაგალითად კიდე აი სხვათა შორის წეგარო
თქვი იგივე სასტავი ხო გყავს და ამ ჯგუფში ეხლა კითხულობ უკვე 3 წერია რაც ერთად ვსწავლობ და გარკვეული ტექსტიც შეგვიძლია რომ წავიკითხოთ და ეხლა ვკითხულობ დატო ტურაშვილის ჯინსების თაობა და ამ ჯგუფთან ერთად მინდა ეს მოთხრობა გადავთარგმნო იაპონურად და ეგეთი გეგმები მაქვს მშვენიერი ძალიან კარგი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი გამონახედრო მიიღე მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში არიგატო გოზაიმას არიგატო გოზაიმას ეგეც ძალიან დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახდათ იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე საიონარა ჰაიატე საიონარა